Lava ახლის მოდოსკე შობის წინა დღეა ფაქტიურად რომ დაწოშობამდე ისე მოგიწოდეთ სიყვარულში გაძლიერებისაკენ ისე მოგიწოდეთ იმისაც რომ გავძლიერდეთ შემდგომში სიყვარულში და ეს სიყვარული ოპტიკოს გაძლიერებული ჩვენში შინაგანი ჩახმარებით შემდგომ როგორც დღევანდელ სახარებაში შეიძლება არაფერს წაკითხულობ თუ თქვენ არ შეგიძლიათ და თქვენ არ შეგიძლიათ როდესაც ერთმა მეფემ იგავე მახსენდება თავის ვეზირს სახუცს სილა უწილა და სილა გააწყდა აუმსახურებდა ის წავიდა და ის ვეზირი თავის დამორჩილებულს მივარდა და იმას გაუძღვა და იმას გააწყდა სილა ის წავიდა თავის დაქვემდებარებულს გააწყდა სილა იმან თავის დაქვემდებარებულს და შემდეგ ეს ამბავი უკუღმა მიუტანეს ამბების მეუღლეს გაბრაზებულმა ამ მეფეს გააცხა მეუღლემ ხამე სილას სახეში აი როგორ დამიბრუნდა ჩემი დაცმული სილა ვა ამ მეფემ ის რაც გაუშვა ისე უკან დავაჭრიალა დაუბრუნდა მეუღლისგან მიიღო პასუხად ის სილა ანუ ესე იგი რასაც ჩვენ ვუშვებთ იმას ვიღებთ ეს ცოტა უტრირებული სილა თუმცა კი არსი მართლაც ამაში დაჭერილია ხო რასაც ვუშვებთ ისე ვუბრუნდება ამიტომ ასეთი ფაქიზია ეს რასაც ადამიანს უსურვებ სიტყვა ზალა რასაც უყევით რომელი ადამიანის სიტყვას ორი ადამიანის სულავდახი ავარდახი როცა შობელებს თავის ბავშვს ეჭვებოდა ორი ბავშვი მიჭირდა აი თქვენ ორივე ესე მოიქცევით ფსიქიატრიაში დაამთავრა ორივე გადაყოფით ფსიქიატრიაში დაამთავრა მაგრამ ერთი ფსიქიატრი იქ გახდა და ფსიქიატრიაში უნდა დავამთავროს და მეორე პაციენტი გახდა როდესაც პრობლემა მაგრამ ორივე ფსიქიატრიაში ისე ვთქვათ გააგრძელდა და დაამთავრა თავის ცხოვრება ამიტომ სიტყვა ხდება სიტყვას დიდი ძალა ასე მართალი მოწვეული ადამიანის სიტყვა რასაც გაუშვებ ის მოდის ისე გაუბრუნებელი ჩვენთვის განგებული მაგრამ მე ჯაჭვი მაინც იკრება შეკრული არის ჩვენ შორის მანცილიც არის გაუსმარი არა ჩვენ ვერ ვხედავთ აერს უბრალოდ რიტუალი აერს ვერ ვხედავთ მაგრამ ეს ამიშავს რომ აერის გარეშე ერთი მაინც გავზრდ აერის გარეშე ერთი ამიტომ ვერ ვხედავთ მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმაზე რასაც ვხედავთ ჩვენ ბევრადაც ვერ ვხედავთ მაგრამ უფრო მეტად მნიშვნელოვანია უფრო მეტად რეალურია იმაზე ვიდრე რასაც ვხედავთ ხოლმე მომდინარე აქედან ჩვენ ვერ ვხედავთ ჩვენ შორის მოძრავ ძალებს ნაკადებს ჩვენ შორის მოძრავ ნაკადებს სიყვარულისა ნაკადებს სიძულვილისა ნაკადებს განკითხვისა გაბრალობისა განკითხვისა და ჩასაფრებისა ერთმანეთის ჯინაზე ცხოვრებისა იმ უარყოფით აურას და მუხტსა და იმპერიალს ვერ ვხედავთ მაგრამ ვძნობ ზოგიერთ ბევრამეს ვერ ხედავ მაგრამ ბევრამეს გძნობს ადამიანი მით უმეტეს მართალი მოწმული ადამიანი გძნობიარე ხდება თუ ეს გძნობიარე კონტროლირებულია ლოცვითა და მართვითა და ზიანებით ხომ კარგი თუ არ არის კონტროლირებული მაშინ ვაი გძნობიარობას შეიძლება საკმაოდ მძიმე დაზიანებები შემოიტანოს ადამიანში ადამიანს ახასიათებს განწმენდის დადებითი პროცესები მაშინ ჩადებული არის ის ხალხთა და მსგავსად განწმენდის უნარი მართვა და ლოცვა მაშინ ჩადებული არის მართვა და ლოცვა მას განწმენს და მართვა და ლოცვა ადამიანში იმ უნარების ამოქმედებას გულისხმობს რომ მართვა ლოცვა პრობეზიარები რომ ძლიერების სიყვარულში შემდგომში ეს ყველაფერი თავის ნაყოფს იღებს მოითხოვ ღმერთისაგან ტაძარში ტაძრის გარეთ მოითხოვ ღმერთს ესმის ეს ყველაფერი ამიტომ ეს ყველაფერი იგულისხმება რომ მუშაობს ჩვენში ადამიანს საკმაოდ წარმატებით ახასიათებს განწმენდის პროცესებს ძალიან კარგად იღებს ადამიანი ნაყოფს და მოითხოვებს თავს არ მოითხოვებს ძალიან კარგად იღებს ნაყოფს შესანიშნავად კარგად იღებს ნაყოფს თუ ადამიანი კარგად იმართულებს ილოცებს ეზიარება ხშირად მართვის ბოლოს ჩვენია მდგომარეობაში თავდაბლობასაც მიხედავს ხო ამიტომ ადამიანს ახასიათებს მეორე ადვილად განთავისუფლება უარყოფითისაგან დადებითში დამკვიდრება რომელი ადამიანი აკეთებს საქმეს და უკან იგურება ხო რომელი ადამიანი აკეთებს
რაღაცას და ერთი ხელით რამის აკეთებს და მეორე ხელით აფუჭებს. ეს იგივე რაც შენ თუ მოინანიე, იცოდებ რა გაიმეორე. შენ თუ ახალ მეტყველებაზე, ახალ აზროვნებაზე, ახალ ქმედებაზე გადახვედი, ძველს ჩაეჭიდები, თორემ გავარდები შენ. ამიტომ ეს ადამიანს ახასიათებს მეორე, აი გაძლიერება ამაში და გამოცდილების მიღება. ბევრმა თქვენთაგანმა პირველად დაიცვა მართლა, ბევრმა არ დაიცვა პირველად. მაგრამ დაიცვა ბევრი გაძლიერდა გამოცდილებაში. ბევრი ძლიერია უკვე ქრისტეს ცნობის საფუძველში, ბევრი სუსტი არის. როდესაც ანტონიდთან მივიდნენ ადამიანები, მამაკაცები მივიდნენ და კითხვა დაუსვეს, აი რა ვქნათო შემდგომი გზნობა ვიცით რომ უნდა გქონდესო, ვიცით რომ უნდა შეუნდოთ ყველაფერი, მაგრამ ვერ ვახერხებთ ამას ხანდახან. თუ მეორე თუ დაგარყეს ერთ ლოყაშიო, მეორე შეუშვერეთო. და მეორე შედაგარყავენ და მოიწმინდეთ. ამას ვერანაირად ვერ შევძლებთ, რო გითხავთ რომ მოგაგმოთო, ვერანაირად ამ ცნებას ვერ შევასრულებთ. ჩვენ განა არ ვიცით რომ სწორია. მაგრამ ვერ შეგვიძლია რომ შევუშვათ და მეორე შემდეგ მეორე გაბა მივუშვათ. მაშინ კარგიო. ვიჭებო, მაშინ ადექითო და ერთ ლოყაში დაგარყავენ, მეორეს მოგა შევუშვათ. მარტო ის დარტყმა მოიწმინდეთ. რაღაც ამასაც ვერ შევძლებთო, მამაო, იმიტომ რომ მეორე ლოყის მოშვერა კაი, ისაც შეგვიძლია, ამ ლოყაში ზოდა გვარტყამენო, ამასაც არ შემიძლია რომ მოიწმინო ამ ლოყში დარტყმაცო და იმ ლოყის ერთ ლოყაში დარტყმასაცო ვერ ვიტანთო ჩვენო. კი ვიცით რომ უნდა შემდგომ მივცეთო, კი ვიცით, ესმის ვაზროვნებთ, მაგრამ ვერ ვაკეთებთ. მაშინ, როდესაც დაგარტყამენ ლოყაშიო, ხელს მიშეუბრუნებთ მაშინ. რა არის ეციო, ამასაც ვერ შევძლებთ ჩვენო. იმიტომ რომ ძალიან ბრაზდებითო და ვიცითო რომ შეუნდობ. მაშინო სუდი სიტყვა მაინც არ წამოგხსნეთო. როცა ესე შეგაგინებე, როცა გაგიჯაჯგურებიან. იცით რა ამასაც ალბათ შევეცდებითო, მაგრამ არ ამბოლი შევძლებთო და ტრაპეზარს დაუძახა, მოდი შვილო, აჭამე რომ ხალხს კარგად დაალევინე, აჭამე და გავუშვი სახში. მაინც არაფერი არ გამოვა, როგორც ვაწყობ და ჩემი საუბრიდან ესე უთხრებას ვაკეთებ, მაგრამ აჭამე. და აგერ ჩამეთ სვითო მიჩებო და მე მეზაპარებო სხვა ცოტა რომ ფორმირდები, იმიტომ რომ ასე ეს არ შეგიძლია, ის არ შეგიძლია, ის არ შეგიძლია, ასე არ შეგიძლია და ეს ადამიანი არ შეგიძლია და დაამთავროს. საჭმელი მაინც ჩამეთ შვიდათ, რომ შეერიანებო და წადი მაშინ სახში. და ვიქნები აგრესიული, შეერიანებენ შეიძლება აგრესიული გახდეს თავი. შეერიანებენ ცოდვა, ამიტომ ამბობს წინა მამამ შეერი არ დარჩა, მარხვაში მშვილდებას არ ნიშნავს, შიმშილში შეიძლება აგრესია გამოიწვიოს. გამწარებული ადამიანი შეიძლება ცოდვა ცოტა ადამიანი შეიძლება გაუწონასწორებელი გაორებაში ჩავარდეს და აგრესიული გახდეს და არაადეკვატური გახდეს. აჭამე და გაუშვია და მე ვისაუბრებ კიდევ. აი გავდენერი აკეთა დონეზე რა დონეზე ისინი იყვნენ მინიმალური მაქსიმალური ვთქვათ შეთავაზება მიიღო ალტერნატივა. მინიმალურის და მაქსიმალური. მაქსიმუმის და მინიმუმის შეთავაზა. მაგრამ ვერ შეძლეს. მაგრამ მაინც ყოველთვის მოეპყრა. Când rapele ar gamora, hazi gadam sueda, țadă da eu după chiar. Aicam da dansul, gamur, dalem, chai, khawan, sabărnic da. Tu marpai cu samarco, tu ara da, ara zal, karamul, dinamone. Da gaushu desxaltio. Axal gazdabiyara, ikemere dasqave davshide, pornuli sadabini goneba. Cristianul sipavli, შენდობის გზნობით და მე რო სხვა ენაზე ვილაპარაკობ და ადამიანი როცა ეკლესიაში ახალ მართალი მოდის ეს დაიცავ, ის დაიცავ, ეს არქნა, ის არქნა, არქნა, არ შეიძლება, კი შეიძლება თუ დაიცავ. ქრისტიანობა არ არის, არ შეიძლება, კი შეიძლება. ქრისტიანობა არის სიყვარულის რელიგია, გულის რელიგია. გული კიდე სიყვარულის ორგანო. სიყვარულის რელიგია. ის არ შეიძლება გარედან ზოგზგონია გარედან რაღაცა ბადესა შეკრეს, მოაკვიეს და გარედან თავს მოხმეული ვალდებულება. მაგრამ როცა ჯერ დაიცავს თანდათან თითქოს და გარედან შემოსული ვალდებულება შემდეგ შინაგან გაცნობიერებულ აუცილებლად იქცევა თუ ადამიანი მოინანიებს, მოინდომებს მართლაც. და არა მარილის სვეტად იქცევა, ხო, ღვთისმსწავლელი მარილის სვეტად იქცევა ძველ ცოდვებზე ყურებით და ძველი უკანა წარსულის გაქაობილ ფრაგმენტებზე ბღაუჭი. შეუძლია უფალს ყოველივე, ნურანული იყოს ისეთ რამეს, რომ მეც არ შეუძლია ესეთი რამე, რომ
ადამიანს თუ ადამიანი მოინანებს, შეუნდოს მას. ურავინ მიიღოს იმას, რომ მადლი მიიღო და მან ვერ იგრძნო ეს. ურავინ მიიღოს იმას, რომ მან ღმერთზე ვედრა და ღმერთმა მას არ მისცა რა. მოდით ეს მარხვა გესაუბროთ მადლობით დავამთავროთ. მადლობის დიდი გზნობით დავამთავროთ. იმიტომ რომ უმადლოდ დაცული მარხვა ქვაზე დაწესილი, ბეტონზე დაწესილი ტესლია, რომელიც არ გამოიგებს, ვერასდროს ვერ გამოიგებს ნაყოფს. ზოგჯერ ადამიანი ლოცულობს და ვერ ითვალისწინებს ღვთისნებას, ვერ ითვალისწინებს და მუდამ არ გამოდის ის, რაც მას უნდა. ზოგჯერ ცხოვრებაში ამყოლებს ის, რომ ლოცულობს და არ ხდება ხოლმე ის, რაც უნდა მოხდეს. აქედან ხდება ხოლმე ის, რაც არ უნდა მოხდეს და არ უნდა მოხდეს. ორნაირად არ გამოდის. ანუ ერთი ჯოხის ორი ბოლოზე უამრავი მასწავლებელი. ჯოხმა რა დააშავა? შენ დაიხედე, ხო შეიძლება ორივე მინუსი იყოს, ხო? რაღაცა შესაძლოა, არც ის ვარგა, არც ეს ვარგა, არც ის არის კარგი, არც ეს არის კარგი. იქნებ შენ არ ვარგი. მოდი, მართვის ბოლოში კიდევ ერთხელ ვეცადოთ არასხვის გამოსწორებას. მოდით მართვის ბოლოში ისევ ჩავიხედოთ ჩვენს თავში და ვეცადოთ ჩვენი თავის გამოსწორებას. იმიტომ რომ მორწმუნე ადამიანი თი განსხვავდება მორწმუნესაგან. რომ მორწმუნე ადამიანი თავის გამოსწორებით, თავის გულის გასწრას, თავის სიღატაკეზე სულიერზე, თავის სულიერ უგვალობაზე, თავის სულიერ მიუღწეველ საფრთხეებებზე, თავის სოდებში ჩაფიქრებაზე და ამით იწყებს, ჩაფიქრებით იწყებს. თორემ მორწმუნე ადამიანი სხვისგან კითხვის იწყებს. მე არა, აი მის ბრალი არის. შემდეგ იმის ბრალი. რო ყოფილიყო ეს სიტუაცია, რო ყოფილიყო ის სიტუაცია, რო ყოფილიყო ეს, რო ყოფილიყო ის, მე გენიოსი ვიქნებოდი, მე ვიქნებოდი წმინდანი, მე ვიქნებოდი დიდი თანამდებობის პირი, ოლიგარქი და ასე შემდეგ, ყველა სიკეთეს გაუკეთებდი, არა კაცმა იცის რამე რომ მქონოდა, როგორ დაიღუპავდა თავს, მხოლოდ და მხოლოდ მერტმა იცის, როგორ დაიღუპავდა ის თავს. იმიტომ არა, რომ არ იცის ის რაც ექნება იმ ინსტრუმენტის სწორად და მართლად გამოყენება. ცხოვრებაში უამრავი ინსტრუმენტი გვეძლება. ზოგი უკრავს დასაკრავ ინსტრუმენტს, ზოგი ინსტრუმენტზე იღუპავს თავს, ზოგი ისეთი ხილული ეძლევა თანამდებობა, გული, ეძლევა ძლიერი ფიზიკური ძალა, ჯანმრთელობა, მაგრამ ყველა ძაღლი კი არ იღებს საფრთხეობ გამოს. თავისუფალი ნება ადამიანს ღვთის ხატად მსგავსად მიეცა, მაგრამ თუ ის უკუღმა გამოიყენა, მაშინ ღმერთს უნდა აბრალებს. იმას რა შედეგებსაც შემდეგ იღებს ხოლმე. ამიტომ მოდით, როდესაც პითაგორეს კითხეს რა არისო ფილოსოფიო, რა არის სიბრძნეო? მან უპასუხა წესრიგის სიყვარული, წესრიგის პოვნა, წესრიგის ძიება. აი ეს წესრიგი არის მარხვა, განსაკუთრებით მარხვის ბოლოს. რა არის სიბრძნე? რა არის მართლაც ყველაზე დიდი საფრთხეობა, რომ ადამიანი მოწესრიგებულია ქრისტიანობა. ეს ანტიკური ფილოსოფია, მაგრამ მაინც აზრი დადებითი არის, წესრიგი. წესრიგის სოდნა, თაებრივი წესრიგის სოდნა, ქრისტეს მიერ ცნებებით მოწესრიგება, სულიერი ხილული ხილავი სამყაროსი, აი რა არის მარხვის მწვერვალი და მარხვის სწორად და მადლიანად დაგვირგვინება. და შობაზე ზიარებით დაგვირგვინება, რასაც ყველას გიხდით. აი ამ წესრიგს, შინაგანს, მოწესრიგებას, განთავისუფლებას ყოველგვარი უარყოფითისაგან, დამშვიდებას, დაწნარებას, გზის გახსნას, სულიერ წინსვლას, მარხვის ზიარებით დაგვირგვინებას და შემდეგ მადლობით გაგრძელებას ხსნილისა, ღვთის შიშითა და ღვთის მადლობით და სასწრებით და სიხარულით ისწრებებ ყველას. მადლობისა ჩვენს იესო ქრისტეს სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარების მისაწვდომის ეკოსთან ყოველთა თანა. ამინ.